ბოლო 2 წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტში და უშუალოდ თვითონ ქალაქში ნამდვილად დიდი ყურადღება ექცევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. გასულ წელს ჩვენ 2023 წელს 21 კილომეტრის გზის საფარი მოვაწესრიგეთ როგორც თელავში, თვითონ უშუალოდ ქალაქში, ასევე სოფლებში. გეთანხმებით, გზების ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია, თუნდაც ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით ამ უბანში კეთდება რობაქიძის ქუჩა, ამასთანავე კეთდება მიმდებარე ქუჩები, თამარის ქუჩა, ყაზბეკის ქუჩა, სამაჩაბლოს ქუჩა, ევდოშვილის ქუჩა. უახლოეს დღეებში დაიწყება სარაჯიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე სვიმონიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. წელსაც ჩვენ ქალაქზე დიდი აქცენტი გვაქვს აკეთებული და დაახლოებით 18 გზის რეაბილიტაციას ვახდენთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რომ გზები დროთა განმავლობაში თავისი ექსპლუატაციის ვადის პირობებში შეიძლება დაზიანდეს, კეთდება და ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ. ეხლა სადაც ვიმყოფებით, რუსთაველის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და დასრულდა, პრაქტიკულად დარჩა ჭების ამოწევა და დახაზვა. მალე ვიწყებთ კიდევ ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ რომ ესეც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა არის, საკმაოდ განიერი, მჭიდროდ დასახლებული და სადაც არის აქტიური მოძრაობა. და ჩვენ ასე ვაგრძელებთ რომ ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა და ყველა ცენტრალური მონაკვეთი იყოს მოწესრიგებული და ასფალტის საფარით მოწესრიგებული. ჩვენ სადაც გზის რეაბილიტაციას ვახდენთ, ხდება როგორც ასფალტის საფარის შეცვლა, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და ფეხით სასიარულო, საფეხმავლო ბილიკების, ანუ ტროტუარების მოწესრიგება. თითოეულ პროექტს თავისი კონკრეტული განსაზღვრული გრაფიკი და განრიგი აქვს, რა პერიოდში უნდა დამთავრდეს სამუშაო პროცესში. ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, რომ სამუშაო პროცესში ხდება გარკვეული საკითხების აღმოჩენა, ან სამუშაო პროცესში, უშუალოდ შესრულების პროცესში ხდება დეტალების გადაკეთება და მიდგომა, თუ როგორ უფრო უკეთესად დასრულდეს ეს საგზაო პროექტი იქნება, ჭაბურღილის პროექტი იქნება, სკვერის რეაბილიტაცია იქნება თუ სხვა პროექტი და ამიტომ ჩვენ ძალიან მოკლედ და დროულად ვახდენთ ამ პრობლემების იდენტიფიცირებას და სამუშაო საშემსრულებლო პროცესში მის მოგვარებას.